მე ვარ მარიამი, თქვენ ხართ მარიამ ბლანკის არხზე და ვიდეო იქნება რამდენიმე სასარგებლო ხრიკის შესახებ, რომელიც მე თვითონ დავტესტე და ძალიან მოსახერხებელია. როგორც სხვა ვიდეოებში ვთქვი, ჯობია რომ საჭმელი თვითონ გააკეთო და სამსახურში ან სხვაგან ატარო, იმიტომ რომ არ იცი რას და როგორ ამზადებენ გარეთ, თუმცა რა თქმა უნდა შეგიძლია იკითხო, მაგრამ ყოველთვის მისაღები ვარიანტი შეიძლება არ აღმოჩნდეს. და ამ კონტეინერების ალტერნატიული ვერსია საჭმლის სატარებლად არის წკაპიანი პარკები, რომლებიც ესე ჰერმეტულად ძალიან მოსახერხებლად იხურება და თუ რაღაცა წვნიანი ან ისეთი თხევადი საჭმელი არ მიგაქვთ თან, ძალიან მოსახერხებელია. პირველი ის რომ კონტეინერის წონა აკლდება. ჩემ მეზობლებთან ერთად ცხოვრება ძალიან ძნელია. რას ვამბობდი? ხო, კონტეინერის წონა აკლდება საჭმელს და სუბუქია სატარებლად. თანაც თუ გეზარებათ უკან ტარება, ყოველთვის შეიძლება ასეთი ცელოფნის გადაგდება და კონტეინერი ძვირი არ ღირს და არ დაგენანებათ. მეორე, რაც ძალიან გავამადგა და ძალიან სასარგებლოა, გონი კოდავად წარმოიდგინა მეზობელმა ზემოთ თავი და ბრახუნავს. ვარჯიშის მერე ვსვავ ხოლმე მინერალურ წყალს. უმჯობესია არჩიოთ ალბათ ის, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა მინერალებით და ვარჯიშისას რო უფლიანდებით, რასაც კარგავთ, აღიდგინოთ ესეთი 9 ლიტრიანი ბოთლით. მე ძალიან მეხმარება, ძალიან სიამოვნებს. როდის მე თუ მორჩება ნეტა. და ძალიან კარგია მოკლედ მინერალური წყლის დალევა ვარჯიშის მერე. კიდე ერთი რჩევა იმათთვის, ვინც სწრაფად ჭამს, ან ვერ აკონტროლებს უბრალოდ და თუ ეჩქარება ის რაღაც ფართხა-ფურთხი ჭამს, დაიწყეთ ჩხირებით ჭამა. შეიძლება არ იცოდეთ, გიძნელდებოდეთ, თავიდან რაღაც მოუხერხებლად ჭამოთ, მაგრამ ძალიან სასარგებლოა ნელა ჭამისთვის. ანუ აუცილებლად გაგიჭირდებათ ნელა შეჭამთ, სანაც ჩხირებით ბევრი საღება ძალიან რთულია. და მოკლედ ძალიან მოსახერხებელია, რა თქმა უნდა ეს სუპებს არ ეხება, თუმცა ქათამი და სალათები ჩვენივრად შეიძლება ჩხირებით იჭამოს. და ბოლო მე სულ ვაგვიანებ ხოლმე დილით, სულ მეჩქარება და თანაც მიყვარს რაღაცა ესეთი ცივი ყავები, ცივი ჩაი, თან ჩემს კვებაში შეიძლება პიტნის, მწვანე ჩაი, ყავაც დასაშვებია, რა თქმა უნდა რძის გარეშე. ძირითადად და შაქრის გარეშე, ამიტომ ესეთი მშვენიერი კონტეინერები ძალიან სასარგებლოა. წინა საღამოს გააკეთებთ თქვენთვის სასურველ სასმელს, შედებთ მათ სივარში და დილით სახლიდან გასვლისას უბრალოდ ხელს გააყოლებთ და ჯერ კიდევ კარგი ამინდებია იმის, რომ ცივი ჩაი ან ცივი ყავა გაიყოლოთ სამსახურამდე. იდეაში მე მგონი ცხელსაც უძლებს ეს კონტეინერები, თუმცა ჯერ არ დამიტესტავს, არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ სავარაუდოდ იქნება ისეთი, რომ ცხელსაც უძლებს და ძალიან მოსახერხებელია იმის, რომ არ დაგაგვიანდეთ. კარგ ხასიათზე იყოთ ისინი, ვისაც დილის ყავა ან დილას ჩაი ან რა ვიცი, ნებისმიერ სასმელი ჭირდება და უფრო ომახიანი ხდება. და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს რაც დავტესტე, ძალიან მადგება და ძალიან მოსახერხებელია. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ესეთი თხელი პარკები და არ მიწევს კონტეინერების თრევა, იმიტომ რომ ისედაც სავარჯიშო ფორმა დამაქვს და მოკლედ ყველაზე კარგი მიგნება იყო ესეთი წკაპიანი პარკები. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, რო არ გამოგრჩეთ ვიდეოები და შეხვედრამდე.